როგორც იუწყებიან პენტაგონი განიხილავს, უნდა შეცვალოს თუ არა ირანის ომმა ამერიკის სამხედრო ყოფნა სპარსეთის ყურეში სამუდამოდ. Washington Post იუწყება, რომ თავდაცვის დეპარტამენტი აფასებს, შეამციროს თუ არა ჯარისკაცების რაოდენობა და გადახედოს ირანის თავდასხმებით დაზიანებული ბაზების აღდგენას. ASS-ის ცენტრალური სარდლობა ჩვეულებრივ დაახლოებით 40,000 ჯარისკაცს ამყოფებს ახლო აღმოსავლეთში, თითქმის 20 ობიექტზე. პენტაგონი ხაზს უსვამს, რომ ეს ჯერ არც ოფიციალური გადახედვაა და არც ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება. მაგრამ ეს ასახავს ვაშინგტონში მზარდ დებატებს იმიშატებს იმის შესახებ, შეძლებს თუ არა შეერთებული შტატები შეინარჩუნოს თავისი ამჟამინდელი რეგიონული პოზიცია. თუ უნდა გადაანაწილოს რესურსები სხვა პრიორიტეტებზე, მაგალითად ჩინეთზე. საკითხის გასაგრძელებლად ეხლა ჩვენთან ერთადაა მაიკლ პრეჟანი, საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კონსულტანტი და ყოფილი სადაზვერვო ოფიცერი, რომელიც ვაშინგტონიდან გვერდდება. მაიკლ, ამერიკულ ბაზებს უკვე თვეებია ირანული თავდასხმები ესხმიან თავს. ეხლა ზოგი ანალიტიკოსი ამას თაობაში ერთხელ მოცემულ შესაძლებლობად მიიჩნევს, რომ პენტაგონმა გადახედოს თავის ყოფნას რეგიონში. მაგრამ მაიკლ, როგორ ეხმარება ან აზიანებს ამერიკის ინტერესებს აქ ყოფნა? ჩვენ უნდა ვიყოთ ახლო აღმოსავლეთში. თუ ჩვენ გავალთ, რუსეთი და ჩინეთი შემოვნენ. და ეს უკვე ვნახეთ ბოლო 5 წელიწადში. რაც შეეხება ამერიკულ ბაზებს, ვეთანხმები, რომ უნდა მოვიშოროთ ზოგიერთი ბაზა ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ხათარში, დოხაში და ერაყში არსებული ბაზები. ჩვენ ვერ შევძელით ამ ბაზების გამოყენება ამერიკელების დასაცავად ირანის პროქსების ტერორისტული თავდასხმებისგან. და ჩვენ ვერ შევძელით ამ ბაზების გამოყენება ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმებისგან ისრაელის დასაცავად. ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი ბაზების გამოყენების უფლების მიცემა მოკავშირეებისთვის, რომლებსაც ჩვენი ძევლა დაჭერა შეუძლიათ. და ეს არის ის, რასაც ირანი ყოველთვის ეყრდნობოდა. მათ შეძლეს ASS-ის ძალებზე დარტყმა ერაყში, იორდანიაში, სირიაში, ზოგ შემთხვევაში ყოველგვარი შედეგების გარეშე. ასე რომ ნამდვილად საჭიროა ეს საკითხი თავიდან გადავხედოთ და პრიორიტეტი მივანიჭოთ ჩვენს მოკავშირეებს რეგიონში, ჩვენს ნამდვილ მოკავშირეებს, იმ მოკავშირეებს, რომლებიც რეალურად გვაძლევენ ბაზების გამოყენების საშუალებას, პირველ რიგში ისრაელს და შესაძლოა ჩრდილოეთ ერაყს, კერძოდ ქურთულ რეგიონს. სხვათა შორის ერაყზე რომ საუბრობთ, თქვენ თვითონაც წლები გაატარეთ ერაყში. ცოტა მეტი ვიდრე ერთ თვეში. ამბობენ, რომ ამერიკელი ჯარები ერაყიდან გამოვლენ. რა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ეს წარმატებული იყოს, თუ რეგიონში ჯარების გადაადგილებაზე ვსაუბრობთ? ერავიდან გასვლა სინამდვილეში კარგია, რადგან ბაღდადს აღარ უჭერ მხარს ამერიკულ სამხედროებს იქიდან ირებ. ასევე უნდა დავასრულოთ ჩვენი წვრთნები. სადაზვერვო მხარდაჭერა და ფინანსური მხარდაჭერა ერაყის თავრობის მიმართ და ვაიძულოთ, რომ ირანს მოშორდეს და ასრულოს კავშირები ირანთან, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდეს. ამიტომ მხარს ვუჭერ ჯარების გამოყვანას ერაყიდან. თითქოს იქ ვართ იმისთვის, რომ ISIS არ დაბრუნდეს, მაგრამ სინამდვილეში იქ ვართ ჩვენი ჯარების დასაცავად ირანის პროქსი, დრონებისა და რაკეტების თავდასხმებისგან. ამიტომ უნდა დავტოვოთ ერაყი, შეიძლება ქურთისტანში გადავიდეთ. და ქურთისტანს იმიტომ ვახსენებ, რომ ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან, დაგვეხმარნენ ISIS-თან, ალ-ქაიდასთან და შიიტურ მილიციებთან ბრძოლაში. და ისინი მუდმივად ირანის, თურქეთის და სხვების თაყვების თავდასხმის ქვეშ არიან. ასე რომ ნამდვილად უნდა გადავხედოთ, ვინ არიან ჩვენი ნამდვილი მოკავშირეები და თურქეთი ვახსენე. ეს მხოლოდ სახელით არის მოკავშირე. ქათარიც ვახსენე, ისიც მხოლოდ სახელით არის მოკავშირე. დავშირე და ორივე მხარს უჭერს სუნიტურ ნაწილს ამ წინააღმდეგობის ღერძში. ჯოლანის ყოფნა სირიაში ISIS-თან და ალ-ქაიდასთან ერთად, ხათარული ფული, რომელიც შემოდის და ჰამას უჭერს მხარს. ჩვენ უნდა გადახედოთ ამ ურთიერთობებს და გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ისრაელთან და ქურთებთან, როგორც ჩრდილოეთ სირიაში, ასევე ჩრდილოეთ ერაყში. მაიკლ, თუ შეერთებული შტატები მართლაც გადახედავს თავის პოლიტიკას, გაიყვანს რეგიონიდან ჯარების ნაწილს და ბაზების ნაწილს, შეიძლება ეს ირანსაც კი წაადგეს. გულისხმობ იმას, რომ რეჟიმი ცდილობს სპარსეთის ყურის ქვეყნებს აიძულოს გააძევონ ამერიკული სამხედროები. სწორედ ამიტომ ამტკიცებს ირანი, რომ ამ ყურის ქვეყნებზე ამდენჯერ განხორციელდა თავდასხმა. ასე რომ გარკვეულწილად შეიძლება ისლამურმა რესპუბლიკამ ეს საკუთარ გამარჯვებადაცაც წარმოაჩინოს. რა თქმა უნდა, თუ თეირანში ვარ, ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი იმ მოთხოვნათაგანია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციას უყენებთ, არა მხოლოდ განიხილონ, არამედ რეალურად შეასრულა. ეს ირანის წითელ ხაზად ითვლება, რომ ASS-ის ძალები რეგიონში რჩებიან. ამიტომ ეს იდეა კარგად არ იყიდება. ასე რომ ვფიქრობ, ASS-ის ოფნის შემცირების ეს საწყისი იდეა არის იმ მოლაპარაკებების ნაწილი, რომელსაც ჯარედ კუშნერი და ვიტკოფი ატარის შუამავლებით ირანთან აწარმოებენ. ეს გავს იმ ტიპის გარიგების განხილვას, რაც დოჰაში, ომანში და სხვა ადგილებში გვინახავს. ჩვენ გვინახავს, რომ დესტრუქციული აქტორები ირანთან დაკავშირებით შუამავლების როლს ასრულებენ. გულისხმობ თურქეთს, ყატარს და ომანს. ეს რეჟიმისთვის გამარჯვებაა, რადგან ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობ მედიაში, ხო ასეა? ჩვენ ვსაუბრობთ, აკეთებს თუ არა აშიში გოცე
ბაზები დაიხურება თუ არა მეზღვაურების მორალი ავიამზიძე აკეთებს თუ არა ასე შეშო ყოფნის თუ არა ასე შეშოს საკმარისი ბალისტიკური რაკეტები ან შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობები ამ ძალისხმევის გასაგრძელებლად ეს ყველაფერი არსებობს და რეჟიმს უნდა სჯეროდეს რომ მათ აქ უპირატესობა აქვთ რადგან ჩვენ არჩევნები გვიახლოვდება გვაქვს ეს გაჟონვები მედიაში და ეს უბრალოდ აძლიერებს მათ თავდაჯერებულობას. ამიტომ შეუძლიათ დაემუქრონ ევროპას, ამიტომ ემუქრებიან ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რადგან არავინ ეწინააღმდეგება ამ რეჟიმს. ისინი ფაქტობრივად ყველაფერში ტრამპს ადანაშაულებენ, რაც აქამდე მოხდა და ირანი ამით სარგებლობს. მაიკლ პრეჟან, ყოველთვის ასე ამოვნოა თქვენი მოსაზრებების მოსმენა აქ 24 ნიუსზე. მადლობას გიხდით რომ შემოგვიერთით. გმადლობთ. მადლობა მოწვევისთვის, გმადლობთ. დავბრუნდით სტუდიაში რეზერვის გენერალ-მაიორ ეითან დანგოტთან ერთად. მხოლოდ 1 წუთი დაგვრჩა შესვენებამდე, მაგრამ რას ნიშნავს ეს ისრაელისთვის თუ შეერთებული შტატებები მაინც შეცვლის თავის ყოფნას რეგიონში? უნდა იფიქრო დამოუკიდებლადაც. ხედავ როგორ კოორდინირებულად და დაკავშირებულად მივედით ისეთ მწვერვალამდე, რომელსაც მრავალი წელი არ შევხედრივართ, ან საერთოდაც არასდროს. ის გზა, რომლითაც ისრაელი და შეერთებული შტატები გულისხმობ ოპერატიულ დონეზე, ეხლა ერთად მოქმედებენ მთელ ახლო აღმოსავლეთში. ეს იწყება დაზვერვიდან, შემდეგ ინფრასტრუქტურაზე გადადის, ასევე ერთად ცვლიან ინფორმაციას და გეგმავენ და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, შეერთებულ შტატებს მუდმივად უწევთ ესე ვთქვათ, სიტუაციის სტრატეგიული შეფასება. ჩვენ იქ ვიყავით ობამას დროსაც. იგივე განცხადება მოგვიანებითაც გავაკეთეთ, როდესაც საქმე ტრამპს ეხებოდა. მაგრამ ხედავთ, როცა შეერთებული შტატები იწყებს თავისი ძალების განლაგების გადახედვას და შეცვლას, რაღაც ხდება აქ. და თუ მკითხავთ, ჯერ დრო არ არის, მაგრამ ამაზე უნდა იფიქრო. მაგრამ ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა. რადგან მათ ჯერ უნდა მიაღწიონ წარმატებებს გლობალურ პოლიტიკაში. ესე რომ, ეს კითხვები მომავალს ეხება, მაშინ როცა ჩვენ 10 მყოზე ვართ კონცენტრირებულები, ასე ჟღერს.